ვიმეღურებთ ანალიტიკას, მე ამ გადაცემის ავტორი ელენე კვანჭილაშვილი ვარ და დღეს კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ ფასების პოლიტიკაზე ჩვენს ქვეყანაში შემსწავლელი თუ დამკლები რა აღქმებს მოემსახურა საბოლოო ჯამში საპარლამენტო კომისია სოფო ქაშაკაშვილი, იანა დირაშვილი და გოგა ხიშტოვანი იმსჯელებენ ჩემთან ერთად. ეს პირველ რიგში იყო არა ფასების დაკლების კომისია, ეს იყო ფასების შემსწავლელი კომისია, კოლეგებო. აკადემიური უნდა იყოს დასკვნა, როდესაც საქმე ეხება სექტორს, რომლის ბრუნვა ჩვენი ეკონომიკის 20%-ია. და აქ რაიმე აგრესიული ფორმით ჩარევა ან რაიმე გადაცდომა შეიძლება სავალალო გახდეს არა მარტო სექტორისთვის, არამედ მთლიანად ეკონომიკისთვის და მას შეუძლია ჩაითრიოს სწორედ იმპორტიორი წარმოებელი საფინანსო სისტემა და ძალიან სავალალო შეიძლება შედეგი მიიღო. აი სწორედ ამიტომ დასკვნა იყო ძალიან სიღრმისეული და ჩვენ მე პირადად დიდ მიღწევად მიმაჩნია, რომ დიაგნოზი სწორედ დავსვით. ჩვენ შევისწავლეთ საფრანგეთის გამოცდილება და საბერძნეთის გამოცდილება და რეკომენდაციის სახით ხარი დაუჭირეს სწორედ ამ მსუბუქ ინტერვენციას, რომელიც ეფუძნება კონკურენციას და ბაზრის სტრუქტურას. და ჩვენი ბაზრის სტრუქტურა, როდესაც შევისწავლეთ, ის ძალიან გავს საბერძნეთის და სწორედ ასეთი რეკომენდაციები გავეცით და მე ძალიან მოხარული ვარ და მადლობა მინდა უთხრა ქსელებს, ასევე დისტრიბუტორებს და მწარმოებლებს, რომელმაც ბერძნული მოდელის ფარგლებში საოჯახო კალათა შექმნეს და ამის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და ისეთი 15 საბაზისო პროდუქტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, მასზე საუკეთესო ფასები შესთავაზეს მომხმარებელს და ისეთი საუკეთესო ფასები შესთავაზეს, რომ მართლაც მე რომ შევამოწმებ, ახთოვანებული დავჭირ. საქართველოში ქსელურმა მარკეტებმა მომხმარებლებისთვის სოციალური კალათით ფასდაკლებების შეთავაზება დაიწყეს. სოციალური პროდუქტი ძირითადად არის ზეთი, ბრინჯი, კვერცხი, წიწიბურა, მაკარონი, პური, შაქარი, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს რძის პროდუქტიც, ქათმის ხორცი. მარკეტების ეს ნაბიჯი ფასების საპარლამენტო კომისიის დასკვნას მოჰყვა, რომელიც მოკლევადიანი მსუბუქი ინტერვენციის სახით ერთ-ერთ რეკომენდაციად საფრანგეთისა და საბერძნეთის მოდელს განიხილავს. ინტერვენციის მექანიზმის შემუშავება მიზანშეწონილია დაეფუძნოს ევროპის საუკეთესო პრაქტიკებს, როგორიცაა საფრანგეთისა და საბერძნეთის ინტერვენციის მოდელი, სადაც ინფლაციური წნეხის მართვა ხორციელდება მსუბუქი ბაზარზე და კონკურენციაზე ორიენტირებული ინსტრუმენტების გამოყენებით. კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ რითეილ ასოციაციამ განაცხადა, რომ წევრმა კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები. ასოციაციამ ისიც განმარტა, რომ კომპანიები ერთიან მიდგომაზე შეთანხმდნენ, თუმცა ყველამ ინდივიდუალურად განსაზღვრა შეთავაზებები. მიდგომა საოჯახო კალათის ბერძნულ მოდელს ეფუძნება, ბიზნესი მას სოციალურ კალათას უწოდებს. მოკლედ შევხედოთ რა არის ეს მოდელი და რას გულისხმობს. საბერძნეთის FMCG სექტორი საქართველოს მსგავსად ხასიათდება მაღალი დაბალი საფასო ტენდენციით. საბერძნეთის მთავრობამ 2022 წელს დაანერგა საოჯახო კალათის household basket-ის პროგრამა, რომელიც სავალდებულო იყო ყველა იმ საცალო ქსელისთვის, რომლის წლიური ბრუნვა 90 მილიონ ევროს აღემატებოდა. მოდელი ეფუძნება არა ფასების პირდაპირ ზედაზღვარს, არამედ რეფერენტულ საფასო მიდგომას, რომლის მიზანია მომხმარებლისთვის კონკურენტული და ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში ქსელები ყოველკვირეულად წარადგენდნენ პირველადი საჭიროების პროდუქტებზე განახლებულ შეთავაზებებს, ხოლო ყველა ფასი ქვეყნდებოდა ოფიციალურ ციფრულ პლატფორმაზე, რაც მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელის ფასების პირდაპირ შედარების შესაძლებლობას აძლევდა. შესრულებას აკონტროლებდა სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო, დარღვევისთვის კი მოქმედებდა ფინანსური სანქციები. საცალო მოვაჭრეებს ეკრძალებოდათ ისეთი საერთო მოგების მარჟის მიღება, რომელიც აღემატებოდა 2021 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ საშუალო ისტორიულ დონეს. 2026 წლის
მარტში საბერძნეთის მთავრობამ რეგულაცია განაახლა და დასაშვებზე დანიშნულად უკვე 2025 წლის საშუალო მაჩვენებლები განსაზღვრა. კალათაში შეტანილ პროდუქტებზე ფასი ფიქსირდებოდა მინიმუმ 7 დღით, რომლის განმავლობაშიც ზრდა დაუშვებელი იყო, თუმცა დამატებითი ფასდაკლება შესაძლებელი რჩებოდა. ოფიციალური მონაცემებით პირველ ეტაპზე კალათის ღირებულება დაახლოებით 14%-ით შემცირდა. ამასთანავე კალათაში შემავალი პროდუქტების 98%-ზე ფასები შემცირდა ან აღარ გაიზარდა. ერთმა ოჯახმა წელიწადში საშუალოდ 1000 ევრომდე დაზოგვა შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე პროგრამა გათვლილი იყო მოკლევადიან პერიოდზე, საოჯახო კალათა უკვე 4 წელზე მეტია ფუნქციონირებს. საქართველოში ფასების კომისიის შექმნას და ასევე სუსის მიერ ფასების საკითხის გამოძიების დაწყებას წინ უსწრებდა ირაკლი კობახიძის ვიდეო განცხადება, რომელშიც მან ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში სასურსათო პროდუქტების ფასები ერთმანეთს შეადარა და გამოთქვა ეჭვი, რომ ქართული ბიზნესები გადაჭარბებული ფასნამატით მუშაობდნენ. მეტიც, კომპანიებს შორის კარტელური გარიგებების არსებობაც არ გამორიცხა და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა სიღრმისეულად შეესწავლათ საკითხი, რათა დაედგინათ, რომ ხომ არ იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც. ფასების კომისიის მუშაობის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ფასები უფრო დაბალია ვიდრე ევროპაში. საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადარეთ, საქართველოში კონკრეტული მარკის წესუმძირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 57%-ით ძვირია. ჩვენ საბოლოო ჯამში, როდესაც უფრო სიღრმისეულად ჩავიხედეთ ფასებში და შევაფასეთ საერთო კალათა სოციალური, ასე ვთქვათ, ყველაზე საინტერესო პროდუქტების კალათა, ფართო მოხმარების პროდუქტების კალათა. ნუ საბოლოო ჯამში მაგალითად ჩვენც რო შევადარეთ საქართველოს და საფრანგეთის ფასები და აბსოლუტურად ობიექტურად ავიღეთ შესადარი პროდუქტები. ნუ დასკვნამდე მივედით, რომ 50%-ით ძვირია საფრანგეთში ზუსტად იდენტური პროდუქტის შეძენა, რასაც შესაბამისად უფრო იაფად შეიძენ საქართველოში. სუსმა რა დაადგინა, ამ დრომდე საჯარო არ არის ამ თემაზე. ერთადერთი კომენტარი გვაქვს მოსმენილი სუსის უკვე ყოფილი ხელმძღვანელისგან მამუკა მდინარაძისგან. გამოძიება შეეხებოდა ფასს წარმოქმნის პროცესს და შესაბამის კომპონენტებს და არა რაიმე თქვა საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვას და ასე შემდეგ და ბუნებრივია აქ არის ერთი მთავარი მტკიცებულება, ერთი მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება გამოძიებამ დადოს, ეს არის შესაბამის ექსპერტიზა ფასს წარმოქმნისთან დაკავშირებით, რომელსაც ძალიან დიდი დრო ჭირდება, ამდენი ქსელიდან ამოღებული ელექტრონული დოკუმენტაცია მუშავდება და ერთ და ორ თვეში ეს რომ დაგვედო, მაშინ ეჭვის საფუძველი მართლა უნდა გაგჩნდოთ, ბუნებრივია ამას იტყოდით, რომ შეუძლებელია ამხელა დოკუმენტაციის გადამუშავება და ფასს წარმოქმნის კომპონენტების დამუშავება ერთ და ორ თვეში. ეს დასკვნა ჯერ არ არის. მე არ მგონია, რომ აქ იყოს ისეთი რამ, რაც შეიძლება საიდუმლო დოკუმენტად აღიქვას, ეს დასკვნაც იქნება გამოქვეყნებული და ღია და საჯარო. მიმოხილვის ბოლოსკენ უფრო კონკრეტულად გავიხსენოთ, რა დაასკვნა ფასების შემსწავლელმა და რა დამკლებმა, როგორც ამას ხაზი გაუსვა ამ კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა კომისიამ. სექტორის ანალიზი მიუთითებს, რომ საცალო ბაზარი ხასიათდება კონკურენტული დინამიკით და დაბალი კონცენტრაციის დონით. საცალო სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არ მიუთითებს გადაჭარბებულ მარჟებზე. ფასის ფორმირების პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს კომერციული ურთიერთობები და საბრუნავი კაპიტალის პირობები. ბაზარზე ფართოდ გამოიყენება მაღალი-დაბალი ფასების მოდელი, რომლის ფარგლებში პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი რეალიზდება ფასდაკლებებით, რაც ნიშნავს, რომ რეალური საშუალო ფასი სისტემურად დაბალია სტანდარტულ ფასებთან შედარებით. საინტერესოა, რომ საპარლამენტო კომისიის დასკვნამ ფაქტობრივად გააქარწყლა ეჭვები გადაჭარბებული მარჟების და კარტელური გარიგებების შესახებ. ბიზნესმა კი თავის საკომუნიკაციო რიტორიკაში ეს აქცენტი კი არ აიტაცა, არამედ ბერძნული მოდელის ადაპტაციაზე იზრუნო. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რა არის ამ ადაპტაციის მთავარი мотиваცია? მომხმარებლისთვის ფასების დამატებით შემცირება თუ სექტორის მცდელობა პრევენციულად მართოს საზოგადოებრივი მოლოდინები და თავიდან აიცილოს უფრო ხისტი სახელმწიფო რეგულაციები.
სტუმრებთან ერთად გავაგრძელებთ თემაზე მსჯელობას, რაც ცვლის საოჯახო თუ სოციალური კალათა და რა დამატებით სარგებელს იღებს მისგან მომხმარებელი სოფო ქაშაკაშვილი და იან ადირაშვილი მიერთდებიან სტუდიაში გადაცემის პირველ ნაწილში. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. სოფო, რა არის მთავარი мотиваცია ამ სოციალური კალათის შემოგების, რომელიც შემდგომ მოჰყვა, ესე ვთქვათ, ამ დასკვნას და ამ საბერძნეთის მოდელის შესახებ და ამ საოჯახო კალათის შესახებ არ იცოდით და დასკვნა გახდა ინსპირაცია, ესე ვთქვათ, ამ სოციალური კალათის შექმნის თუ საიდან მოვიდა ეს იდეა? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან დიდი ინტერესი მოუყვა, რა თქმა უნდა, ამ თემას ბოლო პერიოდში. კალათის შექმნა იყო სოციალური პასუხისგებლობა ჩვენი ქსელების მხრიდან, ანუ კეთილი ნება, რა თქმა უნდა, ყველა მოუთმენლად ველოდით ამ დასკვნას, რადგან პირველად საქართველოში მოხდა აი ამ ფასწარმოშობის ესეთი სიღრმისეული და დეტალური გამოკვლევა. რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც დაემთხვა, ბევრი საკითხი, რასაც ჩვენ არაერთი წელი თქვენი ეთერის მეშვეობითაც მათ შორის საუბრობდით და ჩვენთვის სიახლე არ იყო. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დასკვნა ითვალისწინებდა მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმებს და ხელშესახები შედეგი ეხლავე რომ ეგრძნო მომხმარებელს, რადგან წავეთ იდგა ეს საფასო საკითხი საქართველოში, სექტორმა გადაწყვიტა სოციალური პასუხისგებლობის ფარგლებში აიღო ეს თავის თავზე, ასე ვთქვათ და შეეთავაზებინა უფრო მიმზიდველი და მისაღები ფასები მომხმარებლისთვის. თუმცა სულ აღნიშნავ ბოლო პერიოდში და ეხლაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ ეს მხოლოდ რითეილი ვერ შეძლებს დამოუკიდებლად ამ დატვირთვას გაუძლოს, ასე ვთქვათ და აუცილებელია ამ მიწოდების ჯაჭვში იყოს მთელი მიწოდების რგოლი ჩართული, როგორც იმპორტიორები, ისევე დისტრიბუტორები და ისევე წარმოებლები. არის სოფო? არის, რა თქმა უნდა, არის, თუმცა კიდევ და კიდევ უფრო მეტი ინიციატივა რო იყოს და უფრო მეტად მოვიცვათ, უფრო მეტ პროდუქტზე შევძლოთ. ახლა პირველად ესე უცებ-უცებ ამ მოკლე პერიოდში რაც დაორგანიზდა, რა თქმა უნდა, უფრო მეტად არის შიდა იმპორტის პროდუქცია და უშუალოდ ის პროდუქცია, რომელსაც თავად ქსელები აწარმოებენ. აქ უფრო მეტი ლავირების საშუალება აქვთ, თქვათ, რომ რაღაც შესთავაზონ მეტი ფასდაკლებები მომხმარებელს. მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, როგორც მეწარმეებთან, ასევე დისტრიბუტორებთან და იმედია, რომ კიდევ უფრო და უფრო მეტი ინიციატივა წამოვა მათგან, რომ შევძლოთ უფრო მეტი ფასდათმობით შევთავაზოთ მომხმარებელს. აი სოფი, შეგიძლიათ გითხრათ, აი რომელ კონკრეტულ მარკეტებში არის დღეს რეალურად წარმოდგენილი ეს კალათა და ამ კალათას რო გულისხმობთ, ანუ კალათა უნდა წარმოვიდგინოთ თუ აი რითი უნდა მოვახდინოთ, ესე ვთქვათ, იდენტიფიკაცია. მეც კი როგორც მომხმარებელს რო შევდივარ, ვეძებ ხოლმე, რომ აბა სად არის და მიჭირს ამის იდენტიფიკაცია და აი მაინც ეს რო გასაგები იყოს ჩვენი მაყურებლისთვის, რა მოლოდინი უნდა ქონდეს ამ სოციალურ კალათასთან მიმართებით. სიმართლე გითხრათ, რომ დავაანონსეთ, რომ სოციალური კალათი იქმნება, მოსახლეობას გაუჩნდა განცდა, რომ წარმოიდგინეს უშუალოდ ვიზუალურად კალათი. რა თქმა უნდა, ეს გადატანითი მნიშვნელობით იყო, პროდუქცია გაშლილი იქნება ისევ. შესაძლოა რომელიმე ქსელმა ინდივიდუალურად გამოყოს სპეციალური დახლი, თუმცა ძირითადად ისევ გაშლილი იქნება ობიექტებზე, ექნებათ გამოყოფილი აუცილებლად სპეციალური მითითება, ფერი, ვობლერი, შეიძლება რაღაც სხვა მაჩვენებლები ქონდეთ, რითითაც მიხვდებიან, რომ ეს ის სოციალური პროდუქტია, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. მე შემიძლია გითხრათ, ჩვენი ასოციაციის წევრები, რომლებსაც აქვთ ეს შეთავაზებები გაკეთებული, თუმცა შესაძლოა ჩვენი ასოციაციის წევრების მიღმაც სხვა ქსელებმაც შესთავაზეს. თუმცა მომხმარებელი ამბობს, რომ ეს ისედაც ასე იყო და ესე ვთქვათ, ყვითელი სტიკერები რეალურად, ანუ იყო მაგისთვის აქამდეც და ეს სწორედ ესე ვთქვათ, აღნიშნავდა აი ამ ფასდაკლებულ პროდუქციას, რასაც ისინი პოულობდნენ, ესე ამიტომ არსებითი ფუნდამენტური სხვაობა, ესე ვთქვათ, ამისთვის სოციალური კალათის დარქმევის, აი რა არის, ესეც რომ განვიმარტოთ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, სააქციო პირობები გქონდა და დასკვნაშიც არის აღნიშნული, რომ დაბალი მაღალი მეთოდით იყო შეთავაზებული სასურსათო ფასები, უბრალოდ ეხლა მოიქცა უფრო სისტემაში, უფრო მეტი კონცენტრაცია გაკეთდა სწორედ ამ პროდუქციაზე, რომ მთელი ყურადღება მიემართოს აი ამ სოციალურ პროდუქციას და სისტემატიური სახე ქონდეს მუდმივი, ანუ ყველა ჩვენი ასოციაციის წევრი ეცდება შესაძლებლობის ფარგლებში, რომ მინიმუმ ერთი დასახელების პროდუქტზე მუდმივად იყოს ფასდაკლება
ქსელებში. მანამდე შეიძლებოდა ყოფილიყო პერიოდი, როდესაც რეგულარულ ფასად იყიდებოდა პროდუქცია, მაგრამ ეხლა სოციალური პროდუქტი მინიმუმ ერთი დასახელების ყოველთვის იქნება ფასდაკლებული. ძალიან დიდი მადლობა ამ განმარტებისთვის და ისე ბერძნული მოდელი აიღეთ, ესე ვთქვათ, ამ სოციალური კალათისთვის. შეიძლება ვთქვათ, რომ აი ამ მოდელს მიყვება, ესე ვთქვათ, კი, ნამდვილად ინსპირაცია იყო ბერძნული მოდელი და მიყვება ბერძნულ მოდელს. როგორც ვიცი, თვითონ სახელმწიფოც გეგმავს რაღაცა პლატფორმის შეთავაზებას მომხმარებლისთვის, როგორც ეს საბერძნეთში არის პრაქტიკაში. თუმცა ჯობია ალბათ რომ თვითონ გააკეთონ ამაზე განმარტება. რაც შეეხება ქსელები მინდოდა რომ განმემარტა კიდევ და მიუბრუნდები ამ თემას, რომელ ქსელებში შეიძლება იხილონ მომხმარებლებმა ეს ფასდაკლებები. ეს არის დეილი ჯგუფში შემავალი მაღაზიები, კალათა, სპარი, დეილი, მაგნიტი, ნიკორა ლიბრე, კარფური, გუდვილი, აგროჰაბი, უნივერსამი და ზღაპარი. ეს ის ჩვენი წევრები არიან, რომლებიც სოციალური პროდუქციით ვაჭრობენ. და რაიმე, ასე ვთქვათ, სხვა ფორმით იქნება აწი წარმოდგენილი ეს ფასდაკლების კომპონენტი, რომ მათთვისაც, ასე ვთქვათ, თვალშისაცემი იყოს, რომ ეს სოციალური კალათა რეალურად კალათის ფორმით თუ როგორც არის, გამოყოფილი არის თვალსაჩინოებისთვის. და არ თქვან ის, რომ ეს ისედაც იყო და ახლა ვერაფერს ვერ ვატყობთ, აბა რა არის, ვთქვათ, აქ სხვაობა. არა, სხვაობა ნამდვილად არის ხელშესახები, გამოყოფილი არის სპეციალური ვობლერებით, ფერებით, გააჩნია ინდივიდუალურად ყველა ქსელი თვითონ არეგულირებს როგორ შესთავაზონ. აქაც კონკურენცია ძალიან მძაფრია და რა თქმა უნდა კონკურირებიან ერთმანეთს, შეიძლება რომელიმე ქსელში კალათის ფორმით იყოს, შეიძლება რომელიმე ქსელში დახლი იყოს გამოყოფილი, ზოგან ვობლერებია, ზოგან სპეციალური მაჩვენებლებია, თუმცა მიკვლევადი არის ეს პროდუქცია, თვალსაჩინოებისთვის კარგად არის გამოყოფილი და მომხმარებელს არ გაუჭირდება მიგნება ამ პროდუქტის. იმედია, მადლობა სოფო და მოგიბრუნდებით. აი რა არის დღეს, ესე ვთქვათ, მთავარი მსგავსება რიტეილ სექტორის მიერ არჩეულ ამ სოციალური კალათის რაღაც პოლიტიკასა და ესე ვთქვათ იმ ბერძნულ მოდელს შორის, რომელზეც აი სოფომაც თქვა, რომ სწორედ ამას დავეფუძნეთ, ესე ვთქვათ, ჩვენ. ალბათ მიმსგავსება პირველ რიგში ის არის, რომ თქვენ მიზნობრიობა, რომ ეს არის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ფასებად პროდუქციის მიწოდება, ანუ ძირითადი ჩანაფიქრი, თუმცა რა თქმა უნდა განხორციელების თვალსაზრისით, ანუ შესაძლებელია რომ თქვა ის იქ განსხვავებული პროდუქცია რეაგირებს მომხმარებელი ჩვენს ბაზარზე განსხვავებულ პროდუქტებს შესაბამისად, ანუ რიტეილი როდესაც ქართულ ბაზარზე მოქმედებს, ანუ იმ პროდუქტების, ასე ვთქვათ, ჩვენ გრძნობიარე პროდუქტებს ვერ მოთხოვე ამ გრძნობიარე პროდუქტებთან მიმართებაში, აქედან არჩევს პროდუქციას და დარწმუნებული ვარ, აი ამ ვთქვათ ჩამონათვალიდან არის ზუსტად ეს პროდუქტები შერჩეული. თუმცა აი როგორც სოფომაც განმარტა, ახლა მე ზუსტად არ ვიცობ ამ ეტაპზე იმ პროდუქტებს, იმიტომ რომ ესე უკვე თვალნაჩლივ ჯერჯერობით არ არის. ამ პროდუქტებთან იყო ნახსენები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვა მთლიანი რგოლის, ანუ ჩართვა წარმოებლების დისტრიბუტორის და ამ ეტაპზე თქვა როგორც იყო ნახსენები, ზირთადად პირადი თქვა საკუთარი იმპორტის მიმართულებით პროდუქტები იყო წარმოდგენილი, ხო? ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ სამომავლოდ, რომ ისეთვე ჩვენ ეფექტი დავინახოთ და ამ პროექტმა თავისი სათქმელი თქვას ბაზარზე, რომ კაფეოთ იყოს განსაზღვრული და სასურველი იქნებოდა სავარაუდოდ მომხმარებლის რაღაცა უკავშირიც გავიგოთ, ანუ რა უნდა მომხმარებელს რეალურად, რომელი პროდუქტი უნდა, ტკბილეული, ვთქვათ, უნდა თუ არ უნდა, იყო ნახსენები ქათამი, მაკარონი, ბრინჯი და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ რეალურად ანუ მომხმარებელს უნდა პასუხობდეს. გარკვეულწილად ეს ინფორმაცია რიტეილში არის, იმიტომ რომ ყველაზე ახლოს დგანან მომხმარებელთან ამუშავებენ მონაცემებს, თუმცა იქიდან გამომდინარე ეს სწრაფად მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, სავარაუდოდ მე ვარაუდობ, რომ ჩამ პროდუქციის ჩამონათვალი და კონკრეტულად ბრენდებმაც შეიძლება თქვა გადაინაცვლონ დროსთან მიმართებით ცოტა სხვა ფორმით დავინახოთ ეს შეთავაზება. თუმცა მსგავსება სავარაუდოდ ის იქნება და ის არის რომ ეს არის მიმართული საზოგადოების დაკვეთაზე, იმისათვის რომ მომხმარებელს შეთავაზება კონდეს საუკეთესო ფასის პროდუქციის და მათი პირველადი მომხმარებლის, ასე თქვა, აი ეს შენაძენი კალათა მაქსიმალურად იყოს გაიაფებული. აი ეს ციფრული პლატფორმა, რაც თქვა ნახსენები არის საბერძნეთის მოდელშიც და ახლა სოფომ გაგვიახლა ინფორმაცია, რომ მგონი მთავრობაც ფიქრობს მსგავსი პლატფორმის შექმნას. აი ეს ვთქვათ რა, აი ამ აღქმების თვალსაზრისით როგორი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს, როდესაც ვთქვათ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ამ პლატფორმის იდეა ეს არის, რომ მან მართოს ესე ვთქვათ და შეადაროს ეს ფასები ერთმანეთს. მე გეტყვით, რომ მე უშუალოდ მსგავსი ტიპის პლატფორმა ნანახი მაქვს, ანუ ისრაელის ბაზარზე ამ შემთხვევაში
რამოდენიმე წლის წინ, როდესაც ანუ ვთქვათ ისრაელის ბაზარს ძალიან დეტალურად ვსწავლობდი და ძალიან კარგად მუშაობს ეს პლატფორმა. მექანიზმი ასეთი არის, რომ ყოველკვირეულად, კვირაში ერთხელ, მაგალითად იქ ორშაბათი დღე, ყოველ ორშაბათ დღეს ხდებოდა ფასების გაცხადება ყველა რიტეილერის მხრიდან ამ პლატფორმაზე იტვირთებოდა და ყველა ელოდებოდნენ მომხმარებლები, რა თქმა უნდა შესაბამისი ორგანოები, ვისაც ვთქვათ მსგავსი ტიპის ვთქვათ კურირებდნენ ამ მსგავსი ტიპის თემებს და ასევე რა თქმა უნდა ეს პლატფორმა ძალიან ხელმისაწვდომი და ძალიან კარგი ინსტრუმენტი იყო მათ შორის რიტეილერებისთვისაც, იმიტომ რომ ისინი ასევე ცხადად უყურებდნენ ბაზრის დინამიკას და რა თქმა უნდა მოთხოვნა გამჭირვალობას უწყობს ხელს. რა თქმა უნდა მომხმარებლის ცნობიერება იზრდება და მომხმარებელი ძალიან მკაფიოდ შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს დღეს რა პროდუქტი შეიძინოს და თან შეიძინოს და მეორეს მხრივ ანუ უფრო მეტად არის გამჭირვალე ეკოსისტემაში ჩართული ყველა რგოლისათვის. ანუ როგორც გითხრა რამოდენიმე წლის წინ იყო ეს სისტემა, როდესაც ვნახე და ძალიან კარგად მუშა მექანიზმი არსებობდა. რა თქმა უნდა ჩვენი ბაზრისთვის შესაძლებელია ზუსტად იგივე მოდელი არა, თუმცა ადაპტირებული მოდელი მათ ძალიან კარგად იმუშავოთ. მე თუმცა არ ვიცი ამ ეტაპზე თქვათ განცხადება, რომელიც იყო გაკეთებული კონკრეტულად რა პლატფორმას გულისხმობდა. თუმცა მსგავსი ტიპის პლატფორმთან მქონია შეხება და ზუსტად მუშაობდი იმ კომპანიასთან ტექნოლოგიურად, იმ კომპანიასთან, ვისიც შექმნილი იყო ეს პლატფორმა. ამიტომ ძალიან საინტერესო ინფორმაცია ნამდვილად იყრიდა ამ პლატფორმაზე თავს, გვაჩვენებდა დინამიკას, მათ შორის მედიისთვისაც ეს გამჭირვალეა დინამიკა, რაპორტები და ფაქტობრივად აჩვენებდა თუნდაც ანუ ვალიდის კურსთან მიმართებაში, ვთქვათ როგორ იცვლებოდა ფასების ინდექსირებასაც საკეთებდა და უკვე ძალიან ინფორმატიული, გამჭირვალე ინსტრუმენტი შეიძლება იყოს. თუ ამაზეა საუბარი, თუმცა ნამდვილად კიდევ ერთხელ ვაცხადებ, არ ვიცი რა ტიპის ასეთ პლატფორმაზე იყო განცხადება გაკეთებული. მადლობა ამ პასუხებისთვის. სოფო, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ბიზნესმა პროაქტიულად, ესე ვთქვათ, მზაობა გამოხატა და რეალურად ესე ვთქვათ ამ სოციალური კალათის პრაქტიკას ნერგავს. მაინც ელოდებით თუ არა, რომ რაღაც რეგულაციები შეიძლება გზაში მაინც დაგეწიოთ, რაღაც ახალი მარეგულირებლის შექმნაზე იყოს საუბარი თუ ესე ვთქვათ კონკურენციის სააგენტოს გაძლიერებაზე ამ მიმართულებით, აი რისთვის ხართ მზად, ესე ვთქვათ საბოლოო ჯამში პოლიტიკის თვალსაზრისით, იმ პოლიტიკის რაც უშუალოდ ბიზნესს ეხება, რა ნაბიჯებს ფიქრობთ, რომ შეიძლება მოჰყვეს, ესე ვთქვათ, ამ დასკვნას საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ეს 104 გვერდი ტყუილად და მართლა სამეცნიერო ნაშრომისთვის ალბათ არ დაიწერა, ხო? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ იქნა გამომდინარე, რომ დასკვნა მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმებს ითვალისწინებს და რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, სამუშაო კიდევ ბევრია, თუნდაც აი გრძელვადიან პერსპექტივაში და ჩვენ ვისაუბრეთ არაერთხელ ლოჯისტიკური ცენტრების განვითარებაზე, რაზეც აქტიურად ჩვენი სექტორი აგრძელებს მუშაობას და ალბათ ახლა კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება ეს პროცესი. რა თქმა უნდა, კონსულტაციები და სამუშაო პროცესი სახელმწიფო სტრუქტურებთან გრძელდება. იყო დაანონსებული და რეკომენდაციაშიც არის გათვალისწინებული, რომ მიღებულ იქნას რეგულაცია და ვთქვათ ისევ არის საუბარი სავაჭრო პრაქტიკის აღმოფხრის შესახებ კანონპროექტზე, რომელიც ჩვენ წლების წინაც არ დაუჭირეთ მხარი და ეხლაც ფაქტიურად იგივე პოზიციაზე ვართ, რომ ორ ბიზნეს სუბიექტ შორის ურთიერთობა რეგულაციებით არ უნდა დარეგულირდეს. და მზად ვართ ისევ გავაგრძელოთ ამაზე სამუშაო პროცესი და ჩვენი პოზიციები, ასე ვთქვათ, დავიცვათ. ანუ ამ კანონის უკან ამ კანონპროექტის უკან შემოbrunებას ელოდებით და ისევ იგივე არგუმენტებით დახვდებით ამ კანონპროექტს. რა თქმა უნდა, იგეგმება ალბათ სამუშაო პროცესში, რომ ამ კანონპროექტს მიუბრუნდეთ, შესაძლოა პროექტის თვითონ wording-იც რაღაც ნაწილში შეიცვალოს, თუმცა ჩვენი პოზიცია ისევ და ისევ უცვლელია და ვფიქრობთ, რომ კერძო სუბიექტებს შორის ურთიერთობა უნდა ერთმანეთში დარეგულირდეს დამატებით. რაც უფრო მეტ ჩარჩოში და რეგულაციაში ჩავსვავთ ბიზნესს, მით მეტი უარყოფითი რაღაცები შეიძლება მოყვეს, თუნდაც პროდუქციის დეფიციტი, პირიქით შეიძლება პროდუქციის გაძვირებაც მოყვეს და ასე შემდეგ და მგონი ჯობია, რომ ეს სექტორი იყოს უფრო თავისუფალი თავიანთ ურთიერთობებში პარტნიორებთან მიმართებით. ესე ვთქვათ, დღეს ვუსმენდი ირაკლი კობახიძის კომენტარს და მოგასმენინებთ კიდეც ახლა ერთის მხრივ მადლობას უხდის მარკეტებს და მეორეს მხრივ საუბრობს იმაზე, რომ ეს საწარმო ჯაჭვი თუ მიწოდების ჯაჭვი უნდა დამოკლდეს. მოგასმენინებთ ამ კომენტარს და მე ესე ვთქვათ
რა იგულისხმება და თქვენ როგორ გესმით ეს ამაზე ვისაუბროთ. პირველ რიგში მადლობა კონკრეტულ ქსელებს იმისათვის რომ მათ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები გაიაფების მიმართულებით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას ჩვენ გამოგვეთა საპარლამენტო კომისიამ კონკრეტულად გამოგვეთა სტრუქტურული პრობლემები, რომელთა დაძლევის შემთხვევაში დამოკლდება მიწოდების ჯაჭვი და ეს პირდაპირ აისახება ფასების შემცირებაზე. ამას დაჭირდება მუშაობა საშუალოვადიან პერსპექტივაში, ესეც მოგცემს შედეგს და ამაზე აქტიურად ვიმუშავებთ. სოფო ისე თქვენთან მოდივარ, კითხვა პრაქტიკულად დაგისვით და ესე ვთქვათ, რამდენად სწორი არის თქვენი როგორც ბიზნესის გადმოსახედიდან ეს გზავნილი. კი, ამ შემთხვევაში ჩვენი ხედვები ემთხვევა და კომისიის შექმნამდეც ჩვენ უკვე ვსაუბრობდით ამ თემაზე, რომ მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია არის ერთ-ერთი ის გამოსავალი და გზა, რომელმაც შესაძლოა შეამციროს და წაეხმაროს ასე ვთქვათ აი ამ პროდუქციის ხარჯზე, ან აი რის ხარჯზე, რა იგულისხმება თავად აი ამ დამოკლებაში. აი მაგალითით მინდა რომ კარგად მომხმარებელმაც კარგად გაიაზროს, რას გულისხმობთ. უბნის ტიპის მაღაზია, რომელიც გვაქვს ყველა სახლთან ახლოს, დღის განმავლობაში მას ემსახურება დაახლოებით 30-დან 40 მანქანამდე სადისტრიბუციო მანქანა მოდის და სხვადასხვა პროდუქციით ამარაგებს. ეს შეიძლება იყოს ფრეშ პროდუქცია, რომელიც მალფუჭებადია და ყოველდღიურად უნდა მოხდეს მაღაზიის მომარაგება, შეიძლება იყოს არაფრეშიც, რომელიც ვთქვათ რაღაცა ინტენსივობით პერიოდულად მოდის. ამ 40 მანქანიდან მინიმუმ 2 თანამშრომელი მოყვება მანქანას, მათ შორის ეს არის საწვავის ხარჯი და მოგეხსენებათ საწვავის გაძვირდა ბოლო პერიოდში. ძალიან ხშირად დისტრიბუტორები აპელირებენ პარკინგის ჯარიმებზე, რომელიც ფაქტიურად სისტემატიური აქვთ თვის ჭრილში ზოგიერთ ადგილებში, იმიტომ რომ არ არის შესაბამისი პარკირებები და უწევთ არასაპარკინგო ადგილებში გაჩერება პროდუქციის გადმოტვირთვისას და ფიქსირებულად სულ აქვთ ეს ჯარიმები. შესაბამისად, თუ გაკეთდება ლოჯისტიკური ცენტრები და თუ კი არა, მინდა ჩემთან შეუსწრო, აუცილებლად გაკეთდება სამომავლოდ, უბრალოდ ამას დრო სჭირდება, ინვესტიცია სჭირდება და ესე მოკლევადიან პერსპექტივაში ეს საშუალოვადიანია. თუმცა მსხვილმა ქსელებმა უკვე უფრო მცირე მასშტაბებით უკვე დაიწყეს ამის განვითარება. ლოჯისტიკური ცენტრიდან მოხდება ავტომობილის დაკომპლექტება სწორედ იმ მაღაზიის მოთხოვნებზე მორგებულად და იმ პროდუქციას მთლიანად წაიღებს ერთი მანქანა და შემცირდება, ვთქვათ, ეს არ გავრცელდება ფრეშ პროდუქტზე, ანუ შეიძლება ძის პროდუქტით და პროფუნქციონალით მომარაგება ყოველდღურად გაგრძელდეს, მაგრამ დანარჩენი 30 მანქანის მისვლა იმ დღეს აღარ იყოს საჭირო და მხოლოდ ერთმა მანქანამ ღამის საათებში მოამარაგოს, ან მათთვის მოსახერხებელ დროს, თავიდან აიცდინოს პარკინგით, საწვავის და დამატებითი ხარჯი, რომელიც საცობებთან არის დაკავშირებული და ასე შემდეგ. ეს რასაკვირველია ოპტიმიზაციას გაუკეთებს აი ამ ხარჯებს და მით უმეტეს თუ ქსელი უკვე შიდა ლოჯისტიკას განავითარებს და თავისი პირადი დისტრიბუცია ექნება, ის კიდევ უფრო დიდ შედეგებს მოგცემს. აი რაღაც დაახლოებით ვერტიკალური ინტეგრაციის მაგალითი არის, ეხლა თქვენ რასაც მე მეუბნებით, როდესაც რაღაც ერთხელში იყრის ყველა რაღაც საჭირო სერვისი. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, მაგალითი ჩვენ ველოსიპედს ახლიდან არ ვიგონებთ, ეს ჩვეულებრივად ევროპაში განვითარებული მოდელია და ნელ-ნელა ისედაც დაიწყო ამან ჩვენთან ფეხის მოკიდება და დანერგვა და ეხლა უკვე უფრო მეტად დაჩქარდება. ხო, და ესე ვთქვათ, კიდევ ერთი საკითხი რაც არის, რომ აი ამ ცვლილებებში, ესე ვთქვათ, ის მთავარი ის წუხილებიც რაც არის, ვთქვათ, მარკეტების მხარეს და რიტეილის მხარეს, რომ ვთქვათ, სხვადასხვანაირი გადასახადებია, მათი ადმინისტრირება რთულია, ყველა ფეხის ნაბიჯზე რაღაც ახალ გადასახადს გთხოვენ და ასე შემდეგ. ხო, ჩემზე უკეთ იცით, ესე ვთქვათ, ეს წუხილები. აი აქ არაფერი არ არის მოსაწესრიგებელი, აქ ყველაფერი სწორად არის და ეს, ვთქვათ, ხარჯს არანაირად არ ზრდის და საბოლოო ფასში არანაირად არ აისახება. ჩვენ ნახეთ კომისიის კვლევის ეტაპზეც, რომ კეშბექის ეგრეთ წოდებული კეშბექის, რომელსაც რეტრო ბონუსი ქვია, რომელზეც ხშირად დისტრიბუტორები აპელირებდნენ, გამოიკვეთა, რომ ეს კეშბექი აფინანსებს სწორედ აი ამ ფასდაკლებებს, აბალანსებს, როდესაც ქსელი სთავაზობს აი ამ ღრმა ფასდაკლებებს ყოველდღიურ რეჟიმში მომხმარებელს. იმითი, რომ თქვათ, ერთ ჯაჭვის, ერთ მონაწილეს ეს ხარჯი მოაკლდეს, მე
მეორეს დააწყვება და არანაირ სხვაობას ფასში არ მოგცემს. შესაბამისად, როგორც მანამდე რა პოზიციაზეც ვიყავით, ეხლაც იგივეს ვთვლით, რომ არაფერს არ შეცვლის ამ გადასახადების შემცირება გაუქმება. ყველაფერი გამართულია, თქვენ. დიახ, მეორე მხარეს ერთ მხარეს დააწყვება ეს გადასახადები, მეორე მხარეს ეს ფასზე არ აისახება, პროდუქციის ფასზე არ აისახება და მგონი დასკვნაშიც არ არის ამ მიმართულებით რაღაც ისეთი განსხვავებული პოზიცია დაფიქსირებული. მადლობა, დიდი მადლობა ამ განმარტებებისთვის. აი ახსენა სოფომ ესე ვთქვათ დასკვნის ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ბიზნესისკენ მიემართებოდა და ამ დასკვნაში იყო ესე ვთქვათ ერთ-ერთ ყველაზე საკამათო თემაზე ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა გაკეთებული, რომ სინამდვილეში ეს მოგების მარჟები არც ისეთი ხარბი არ აღმოჩნდა, როგორც ეს თავიდან ეგონა მთავრობას და როგორც ეს ეგონა მათ შორის პარლამენტში უმრავლესობასაც, ხო? როგორ ფიქრობთ, აი ბიზნესმა სათანადოდ აიტაცა ეს მესიჯი კომუნიკაციაში და ესე ვთქვათ, რა უფრო ლოგიკური იქნებოდა თქვენთვის როგორც ექსპერტის გადმოსახედიდან, რომ ეს გზავნილი წამოსულიყო მომხმარებელთან კომუნიკაციის დროს თუ ესე ვთქვათ, საოჯახო კალათის თუ სოციალური კალათის ინიციატივა, რომელიც ჩემთვის აი ამ სოფოსთან ესე ვთქვათ, ძალიან საქმიანი საუბრის მიუხედავადაც მაინც პასუხს ვერ ვიღებ მთავარ კითხვაზე, გულწრფელი ვიქნები, ვთქვათ, რატომ დადგა სოციალური პასუხისმგებლობის ესე საჯაროდ გაცხადების ესე ვთქვათ მოტივაცია ამ დასკვნის მოსმენის შემდგომ ბიზნესში, ხო? მანამდე რა უშლიდა ხელს, რომ ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ბიზნესმა არ იცოდა, რომ საფრანგეთში და საბერძნეთში არსებობს საოჯახო კალათები, რომლის მოდელის გადმოტანაც ჩვენთანაც პრინციპში შესაძლებელია, ხო? ხო, ელენე ძალიან კომპლექსური კითხვა და ვეცდები რომ ეტაპობრივად გავცე პასუხი. პირველი მინდა შევეხო იმას, რომ რიტეილს, ანუ მარტო საქართველოში, რომ ზოგადად რიტეილ ბიზნეს აქვს რამოდენიმე როლი. ერთ-ერთი როლი არის, ანუ დასაქმების როლი, ანუ დამწყებებისთვის ქმნის სამუშაო გარემოს. მეორე როლი არის, ანუ ეკონომიკაში შეტანილი წვლილის როლი, ანუ ძალიან მსხვილი გადამხდელია და ეკონომიკის განვითარებას ნიტწილად უწყობს ხელს და ჩვენი ბაზრის, ასე ვთქვათ, ციფრებიც, რომ 20-21%-ის ქმნის რიტეილი ქართულ ეკონომიკაში, ანუ ამის დასტური არის და კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი რაც არის, ეს არის რიტეილის სოციალური როლი. და ყოველთვის, როდესაც ორგანიზებული რიტეილი შედის ბაზარზე, იქ ქმნის კონკურენციას, ანუ იზრდება მიწოდება და ეს კონკურენციის პირობებში, მოკლედ შესაძლებელი ხდება, რომ საფასო ნიშნული, მოკლედ ქვევით დაიწოს და ანუ აი ამ ქმედებებში გამოიხატება რიტეილის ერთ-ერთი სოციალური როლი. და მოკლედ რაღაცნაირად, ანუ ეს ნაბიჯი არ იყო ჩემთვის, ასე ვთქვათ, უცხო ნაბიჯი, იმიტომ რომ ვთქვათ, კი გარკვეულწილად მოქმედებდა, მაგრამ რაღაცად მარკეტინგულადაც, ანუ უფრო ახლოს შეიძლება მიიტანოს ეს ვთქვათ, მესიჯები მომხმარებლამდე, რომ ანუ ჩვენ თქვენთვის მუდმივად ვაკეთებთ ფასდაკლებას, თუმცა რა ფორმით როგორ უკვე ეს ვთქვათ ბიზნესის სამუშაო არის. თუმცა ჩემი პოზიცია არის თუ დასკვნაშიც კი პრინციპში იყო მითითებული, რომ ეს არის მოკლევადიანი, ასე ვთქვათ, ქმედებები და ყოველთვის ანუ ფასდაკლებას აქვს ძალიან მოკლევადიანი შედეგი, ძალიან ვთქვათ, იმპულსური არის, როგორც კი ფასდაკლება მორჩება, ანუ მომხმარებელი მაშინვე გადაერთობა სხვა მიმართულებით ან სხვა რიტეილერისკენ და მოკლედ ანუ გრძელვადიან პროცესში ჩვენ ფასების ნიშნულის გაიაფებაზე თუ გვინდა რომ ვისაუბროთ, ანუ გაიაფებაც და ძვირი ფასი, დაბალი ფასი ცოტა ასე ვთქვათ აბსტრაქტული არის, ანუ რასთან მიმართებაში იაფი და რასთან მიმართებაში ძვირი, ხო, მაინც ვთქვათ ნიშნულზე რომ ვილაპარაკოთ, თუ გვინდა რომ ჩვენ რაღაცა მისაწვდომი და ასე იგი კარგი პირობები იყოს, მაშინ ჩვენ ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ უნდა ვიმოქმედოთ და ამიტომაც ჩემი აქცენტი ყოველთვის არის სისტემური მიდგომაზე, გრძელვადიან მიდგომებზე. და ამ ჭრილში რომ განვიხილოთ თქვენს ახსენეთ, ანუ მიწოდების ჯაჭვის ვთქვათ ოპტიმიზაციის და დამოკლების გზა, უკვე ძალიან ბოლო 4 წელია, ანუ უკვე ვთქვათ მეცნიერულ დონეზეც ამ თემას ვიკვლევ, როგორც საერთაშორისო პრაქტიკებს, აქ ქართულ პრაქტიკებს და ანუ არაერთხელ ამ მიმართულებით მიმსჯელია და აქ უნდა ვეძიოთ გამოსავალი. ანუ პირველ რიგში დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნეს უყუროთ არა იმით, რომ რა გაყიდა, რამდენი მაღაზია გახსნა, უკვე აი ამ ეტაპზე გადადის ჩვენთან ქართული რიტეილ ბაზარი, არამედ
იქ მიმართულებით რომ მე ინფორმაცია რომელიც მივიღე რამდენად სწრაფად დავამუშავე და როგორ მოვახდინე ამ ინფორმაციაზე რეაგირება. ანუ ეფექტურობა უნდა ვეძიოთ, ანუ ეს ეფექტურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისეთ ეფექტურობა მათ შორის მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციისაკენ, თუნდაც ის ვთქვათ მექანიზმი რომელიც სოფელ მახსენა, ეს მექანიზმი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი გამოხატულება თუ როგორ შეიძლება მიწოდების ჯაჭვის სწორ მართვაში ჩვენ ეფექტი ვეძიოთ, პირდაპირ ხარჯების შემცირების თვალსაზრისით. მეორეს მხრივ ანუ კითხვა იყო დასმული რომ ანუ ეს არის თუ არა ვერტიკალური ინტეგრაცია, შესაძლებელია რომ მიწოდების ჯაჭვში არსებული რგოლის, ანუ აქტორების თვალსაზრისით, ანუ რიტეილერმა თავის მხარესაც წამოიღოს, ანუ ლოგისტიკური ჰაბები და რა თქმა უნდა ეს არის ვერტიკალური ინტეგრაციის გამოვლინება. თუმცა რა თქმა უნდა, თუმცა ასევე შესაძლებელი არის და ერთი მეორეს არ გამორიცხავს რომ თქო ლოგისტიკური ჰაბები, როგორც დამოუკიდებელი, ვთქვათ, სეგმენტი, ბიზნეს სუბიექტები არსებობდნენ. ასეთი პრაქტიკები ჩვენ გვაქვს და ქართულ ბაზარზეც არის საერთაშორისო ვთქვათ ლოგისტიკური ერთ-ერთი ჰაბი წარმოადგენს, თუმცა არ არის ვთქვათ ფართოდ მისი საქმიანობა გავრცელებული, მხოლოდ ერთ კონკრეტულ სეგმენტზე არის ორიენტირებული. აი ამ მიმართულებით შესაძლებელი რომ გრძელვადიანში ჩვენ ნამდვილად პერსპექტივები ვეძებოთ. მაგრამ თუმცა აქ არის მხოლოდ კიდევ ხაზგასმული არა მხოლოდ ფიზიკურად ამ ლოგისტიკური ჰაბის შექმნა, არამედ მისი ტექნოლოგიურად აღჭურვა იმისათვის რომ ინფორმაცია, თაროს მართვა, პროდუქტების მართვა, ნაშთების მართვა, ჩამოწერები იქნებოდა თუ ასე შემდეგ, რაც საბოლოო ჯამში ხარჯის სტრუქტურას ვთქვათ ავსებს და აძვირებს პროდუქტის თვითღირებულებას, ანუ ეს იყო სწორედ მართული, საჭირო დროს, საჭირო ადგილას, საჭირო პროდუქტი რომ დროულად მივიტანოთ. მადლობა თქვენ ამ ეთერისთვის და ამ სტუმრობისთვის. ხო, მეცაც ვიტყვი, ნამდვილად, რასაც ბიზნესი აკეთებს, ეს არის მისი სოციალური პასუხისმგებლობა და ალბათ სულ გრძელვადიანი გადაწყვეტა ეს არის უბრალოდ ჩვენი როგორც მომხმარებლების მსყიდველ უნარიანობის ზრდა იმისთვის რომ რაღაც ძალიან ძვირად უბრალოდ არ დააწვეს ჩვენს ჯიბეს და ვფიქრობ რომ აი ამ მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის იქიდან თქვათ რაღაც ბიზნესის რგოლის ამოგდების ნაცვლად ისრები შეიძლება მიმართული იყოს უფრო დიდ სურათზე როგორ ვითარდება ეკონომიკა, რამდენად ინკლუზიურია ის და ამ შემთხვევაში ისრები დაბრუნდება ისევ მთავრობისკენ და არა ბიზნესისკენ. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად სოფო ქაშაკაშვილს და იანა დირაშვილს უსმენდით პირდაპირ ეთერში. მადლობა მათ და გადაცემას შევაჯამებთ გოგა ხიშტოვანთან ერთად რა არის ბიზნესის ადაპტაციის მთავარი мотиваცია მომხმარებლისთვის ფასების დამატებითი შემცირება თუ საზოგადოებრივი მოლოდინების პრევენციულად მართვა იმისთვის რომ თავიდან აიცილოს უფრო ხისტი სახელმწიფო რეგულაციები და რა შემთხვევაში შეიძლება მიიღოს ამით სარგებელი მოქალაქე. ეს იქნება დღეს ჩემი მთავარი კითხვა გოგა ხიშტოვანთან, რომელიც უკვე შემომიერთდა სტუდიაში. მოგესალმები გოგა და დიდი მადლობა. მადლობაში. ესე იგი, ფასების შემსწავლელი და არა ფასების დაკლების კომისიაო, ეს იყო შოთა ბერეკაშვილის აქცენტი. თუმცა მიუხედავად ამისა, მთელი რიტორიკა მაინც, ესე ვთქვათ, ფასების შემცირებისკენ არის დარჩენილი, როგორც ბიზნესის მხარეს, სხვათა შორის, ასევე, ესე ვთქვათ, მთავრობის მხარეს. რა ხდება და რა შემთხვევაში შეიძლება ისარგებლოს ამ ვითარებით მოქალაქე? პირველ რიგში დავიწყოთ იმით რა მოხდა და ახლა რა ხდება. ჩემი აზრით, ქართული ოცნების მთავრობამ დაუშვა შეცდომა, დავარქვათ ამას ფალსტარტი, როდესაც გამოუცხადა ბრძოლა ომი ფასებს და ფაქტიურად დააიდენტიფიცირა ფასების ნაწილში მთავარი, ესე ვთქვათ, ეჭვმიტანილი, მოდი ესე ვიტყოდით, საცალო ვაჭრობის ობიექტების სახით. შემდეგ პროცესმა აჩვენა, რომ ის არ არის მზად მიიღოს რადიკალური ზომები, შესაბამისად უნდა დაიხიოს უკან. მას არ აქვს რესურსი ძალიან კომპლექსური რეგულატორული ჩარჩოს შექმნის, რომელიც შესაძლოა იყოს მომგებიანი, შესაძლოა არ გაამართლოს და აქედან გამომდინარე ეს ასე ვთქვათ დაანონსებული ფასების დაკლების კომისია გადაიქცა ფასების შემსწავლელ კომისიად და
გაუჩნდა საჭიროება ქართულ ოცნებას ამ შემთხვევაში, რომ ასე ვთქვათ, სახე შეენარჩუნებინა და ირიბ გარიგებაზე წასულიყო ამ შემთხვევაში საცალო ვაჭრობის ობიექტებთან და მწარმოებლებთან და ეს რასაც ეხლა და გარიგება გულისხმობს იმას, რომ ჩვენ აღარ მივიღებთ რადიკალურ ზომებს, რაც ირიბად დაანონსდა კიდევაც და შეგვიძლია ჩავყვეთ მე საუბრისას, მაგრამ თქვენ უნდა ითამაშოთ ესეთი როლი პასუხისგებლიანი, სოციალური და პოლიტიკური პასუხისგებლიანი აქტორების და ამით ცადოთ ერთად, რომ გადავფაროთ ეს ფიასკო და ვარქვათ თუ ესე ვთქვათ კატასტროფა, რაც დაემართა ქართულ ოცნებას, ჩემი აზრით თავისი ამ შემთხვევაში მოდი ესე ვიტყოდი გაუმართლებელი და რაღაც დონეზე არაპროფესიონალური სტარტით თუ რა სტარტი მიიღო ამ ყველაფერმა თავის დროზე. და შესაბამისად ჩვენ აი ამ ეხლა პროცესში ვართ, როდესაც ყველა აქტორი, ანუ ამ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა საცალო ვაჭრობის ობიექტები, რადგანაც თავიდან აირიდეს მართლა შესაძლოა მათთვის კატასტროფული გადაწყვეტილებები, რომელიც მათთაც დააზარალებდა, მოსახლეობასაც დააზარალებდა და ქართულ ოცნებასაც დააზარალებდა, ამოისუნთქა და მზად არის ეხლა სავარაუდოდ დიდწილად მაინც სხვა მომხმარებლების ხარჯზე, მაგრამ აი ესეთი რაღაცა მოდი ესე ვიტყოდი, ხო უქმებს ქართული ოცნება კერძო საჯარო პარტნიორობის სააგენტოს და აი ეს არის ასე ვთქვათ არაფორმალური კერძო საჯარო პარტნიორობის кейსი, შემთხვევა, როდესაც იმისთვის რომ ქართულმა ოცნებამ შეინარჩუნოს სახე და აღარ მოუწიოს რადიკალური ზომების მიღება, დათმობაზე მიდის ბიზნესი და შესაბამისად აი ამ ბერძნულ, ფრანგულ მოდელებზე იწყება საუბარი როგორც გამოსავალზე და ჩემი აზრით აი ეს არის ის რაც ხდება. ხო, ანუ მოკლევადიანი და საშუალოვადიანი პერსპექტივა ძირითადად აქტრიალებს, ესე ვთქვათ, ქართული ოცნება, როდესაც გამოსავალზე გვესაუბრება. მოკლევადიანში არის ეს სოციალური პაკეტი და სოფომ გვითხრა, რომ ესე ვთქვათ, ამ კალათასთან მიმართებით მთავრობა მგონი ფიქრობსო, რომ ის რაღაც ციფრული პლატფორმაც შექმნას, სადაც შესაძლებლობა გვექნება ჩვენ მომხმარებლებს რომ ამ ფასებს დავაკვირდეთ, ესე ვთქვათ და გამოცხადდეს ხოლმე ეს ფასები და საშუალოვადიან პერსპექტივაში დღეს ირაკლი ყობახიძისგანაც მოვისმინეთ, რომ აი ეს მიწოდების ჯაჭვის დამოკლება არის, ესე ვთქვათ, რამდენად სწორი არის ახლა ეს აქცენტები და რამდენად მიღწევადია და რაც მთავარია ჯიბეს და მაცივარს რამდენად დაეთყობა საბოლოო ჯამში. ელენე ძალიან კარგი კითხვაა, რთული კითხვაა რა. პირველი, ეს არის პოპულიზმი. ჩემი აზრით და ვეცდები ავხსნა რატო, ხო? იმიტომ რომ ამ კომისიის ხდომებს შეიძლება სამწუხაროდ კომისიის წევრებისთვის და სტუმრებისთვის ჩვენც უსმენთ. ჩვენ ვიცით, რომ ფაქტიურად ყველამ თქვა, რომ ძირითად პროდუქციაზე კომპანიები ისედაც მუშაობენ ყველაზე დაბალ მარჟაზე, ან უარყოფით მარჟებზე და აბალანსებენ ამ დანაკლის ყველა სხვა პროდუქტზე გაზრდილი მარჟებით. შესაბამისად, როდესაც საუბარი ახლა არის, რომ ეს კომპანიები რაღაცა სოციალურ საოჯახო კალათას შექმნიან, რეალურად ბიზნეს მოდელიდან გამომდინარე, რომ ერთმანეთში იყვნენ კონკურენციაში და კონკურენტებისთვის, კლიენტების წართმევის მიზეზით, მათ უკვე ქონდათ სინამდვილეში ასეთი კალათები შექმნილი. ანუ ყველა მაგალითად ავიღოთ წიწიბურა და ბრინჯი და ვამბობთ, რომ ეს იქნება ახლა საოჯახო ან სოციალური კალათის ნაწილი. ეს უკვე იყო ირიბად ასეთი კალათის ნაწილი, იმიტომ რომ ამ პროდუქტის იაფი ფასი იყო წინაპირობა იმის, რომ პირობითად ორი ნაბიჯი წაართმევდა მომხმარებელს, პირობითად ნიკოლას. შესაბამისად, ეხლა სინამდვილეში არის შემდეგი მოცემულობა, რომ ან კიდევ უფრო მეტ, ასე ვთქვათ, უარყოფით მარჟაზე მოუწევს ამ კომპანიას წასვლა და ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა პროდუქტზე მომხმარებელს გაუძვირდება ფასი
ეს არის ერთი სცენარი, ან უბრალოდ მეორე სცენარი არის, რომ შეიფუთება ეს პირობითად ისედაც არსებული საოჯახო კალათა, როგორც საოჯახო კალათა, რადგანაც წარწერას ექნება თითო პროდუქტს, რომ ეს არის პირობითად საოჯახო კალათის ნაწილი. ხო და აი გოგო, აქ უბრალოდ დავაზუსტებ, ხო? სინამდვილეში ეს ფასების პრობლემა არ არის მხოლოდ რაღაც მოწყვლადი ღარიბი ადამიანების პრობლემა. ანუ ჯამში ისე ჩამოყალიბდა, რომ დიდრებით და ღარიბებით თანაბრად წუხან იმაზე, რომ უბრალოდ ძალიან ძვირი ღირს ყველაფერი. ამიტომ აი ეს ეფექტიანობა სად გამოჩნდება საბოლოო ჯამში მომხმარებლის კმაყოფილების თვალსაზრისით. თუ ჩემი აზრით ეს არ მოხდება, მაგრამ თუ გაიაფთა ბრინჯი, აუცილებლად გაძვირდება პირობითად ლიმონადი. თუ გაიაფთა წიწიბურა, აუცილებლად გაძვირდება პირობითად პოპკორნი. ანუ თვითონ ამ კომპანიებმა და ეს დაადასტურა მათ შორის კომისიის მუშაობამ, თქვენს რომ ისინი ძირითად პროდუქციაზე ისედაც დაბალ ფასებზე მუშაობენ. შესაბამისად ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ყველა სხვა პროდუქტზე მათ ფასები უნდა გაზარდონ. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი, რაც შეეხება აი ამაზე ერთ რამესაც ვიტყვი, თუ შეიძლება რომ როდესაც ამაზე ბერძნულ ფორმატზე და იმას საუბრობთ, აქ ერთიც რაც შეიძლება მოხდეს და ესეც იქნება ჩემი აზრით პოპულიზმი და არ ექნება სინამდვილესთან შეხება, უბრალოდ რაზე მოიზამენ კომპანიები, თუ ეს ანუ იმ მოდელით, რა მოდელითაც მუშაობდნენ ისინი ყველა პროდუქტზე გარდა რამოდენიმე პროდუქტისა, როცა მაღალი ფასები ქონდა, ჩვენ ვისაუბრეთ თუ გახსოვს შენ ეთერში ამ თემაზე. მაღალი ფასები ქონდა და მე მაღალი ფასდაკლებით ხდებოდა მარკეტინგულად მოზიდვა ახალი მომხმარებლის, უბრალოდ გაიზრდება ის რაოდენობა პროდუქტების, რომელზეც იმის ნაცვლად, რომ კომპანიამ პირობითად თქვას, რომ კარაქი ღირს 15 ლარი, მაგრამ ფასდაკლებით არის პირობითად 7 ლარი ნახევარი, კარაქზე აღარ იქნება ეს 15 ლარიანი ფასი თავდაპირველი, არამედ გამოცხადდება, რომ კარაქი ღირს 7 ლარი ნახევარი არის საოჯახო პაკეტის ნაწილი, მაგრამ სინამდვილეში არ შეგვეხება ჩვენ არავის, იმიტომ რომ არავინ არ ყიდულობს კარაქს 15 ლარად. ყველა ელოდება, რომ კარაქი იყოს 7 ლარი ნახევრად. ამიტომაც ეს არის ჩემი აზრით, ანუ რა დასკვნები გამოიტანა კომისიამ და ქართულმა ოცნებამ, რომ ვერაფერს ვერ შეცვლის რადიკალური ზომების გარეშე, ხოლო იმის უბრალოდ მიხვდა ახლა უკეთესად, როგორ შეუძლიათ ხელოვნურად დააჯეროს მომხმარებელს, ოღონდ ხელოვნურად, რომ ფასები შემცირდა, იმიტომ რომ მე ვიტყვის, რომ ხო ღირდა კარაქი 15 ლარი. აი ნახეთ, ეხლა ეს არის საოჯახო პაკეტის ნაწილი, ამიტომაც საოჯახო, როგორც საოჯახო სოციალური პაკეტის ნაწილი, ის იყიდება 7 ლარი ნახევრად და ეს არის ჩვენი დამსახურება. მაგრამ რატო ვერ მოატყუებ? შეიძლება დროებით, აი მოკლევადიანზე ამბობდი, დროებით გავიფიქროთ მაინც, რომ ეს ასეა, მაგრამ როდესაც მე უკვე ჩვენ რეალურ ხარჯებს შევხედავთ, მაინც აღმოჩნდება, რომ ეს საოჯახო პაკეტი სინამდვილეში უკვე არსებობდა და ვინც ვერ ახდა, ადამიანები სუპერმარკეტიდან სუპერმარკეტში დადიოდნენ, რომ ყველაზე იაფი პროდუქტი ეყიდათ, რომელზეც იყო იმ მომენტში ფასდაკლება. და ამიტომაც ვერც ეს საჯაროობა და ვერც ჩემი აზრით უბრალოდ ეს არის თავის მოტყუების ნაწილი, რომელსაც ცდილობს ახლა ქართული ოცნება დააჯეროს უბრალოდ მომხმარებელს. ახლა რაც შეეხება გრძელვადიან ვარიანტს. რაზეც, ანუ არავინ არ ლაპარაკობს, ახლა იცით რაღაცა თეთრი სპილოს თემა რო არსებობს, რომ აი თეთრი სპილო, მაგრამ ვერავინ ვერ ვამჩნევთ რა. თავარი გამოწვევა, რაც დაფიქსირდა, მათ შორის და ჩვენს გვისაუბრი ამაზე არის, რომ ანუ დისტრიბუტორები და საცალო ვაჭრობის ობიექტები არიან იმ ურთიერთობაში, რომელიც ერთ-ერთს ხდის ზედმეტს. ერთ-ერთს ხდის ზედმეტს. და შესაბამისად, როდესაც არის ლოგისტიკურ ცენტრებზე საუბარი, სინამდვილეში რას ლაპარაკობს, რას გულისხმობს, რასაც არ ამბობს, სამწუხაროდ პატივისცემას სტუმრებს, რომ სინამდვილეში საცალო ვაჭრობის ობიექტებმა თვითონ უნდა დაიწყონ იმპორტირებული პროდუქტის იმპორტი, მოაქციონ ისინი ერთ ლოგისტიკურ ცენტრში და ამით შეიძლება მათ გაუიაფთეთ წარმოება. იგივე
თუ მწარმოებელი ხარ, ნაცვლად იმისა, რომ შეისყიდო რომელიმე მწარმოებლისგან თვითონ უნდა დაიწყო წარმოება, რაც ხდება კიდევაც ზოგმა უკვე დაიწყო, ნიკორა ძალიან ბევრ პროდუქტს აწარმოებს. ანუ სინამდვილეში ეს ლოგისტიკური ცენტრები ელენე არის არავის საჭირო არის ბაზრის უფრო მეტი კონცენტრაცია. ბაზრის კონცენტრაცია ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მოთამაშე უნდა ამოვარდეს ამ თამაშიდან. ნიშნავს იმას, რომ ან უნდა დისტრიბუტორებმა დაიწყონ მარკეტების გახსნა, რასაც ასევე ფიქრობენ და ამით მოიგონ ბაზრის წილი, ან სუპერმარკეტებმა უნდა დაიწყონ წარმოება და იმპორტი და ამით ამოაგდონ დისტრიბუტორები. ამაზეა სინამდვილეში საუბარი, ამის წახალისება ჩემი აზრით შესაძლებელი იყო და მე კონკრეტული იდეებით შეიძლება გაგიზიაროთ თუ დრო გვექნება მომავალ ჯერზე როგორ შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ ეს გამოიწვევდა ძალიან დიდ თამაშ ცვლილებებს ბაზარზე და შესაბამისად ამის რესურსი თან ამ ფორმით დაწყებული სუსის ჩართულობი და ასე შემდეგ არ გააჩნდა ქართულ ოცნებას და ეხლა ის იხევს უკან და ამ უკან დახევის დროს ცდილობს რომ სახე შეინარჩუნოს. ძალიან დიდი მადლობა, მოვინიშნე, ასე ვთქვათ, რეკომენდაციებზე და გამოსავლის გზებზე ვილაპარაკოთ და რაც მთავარია ვილაპარაკოთ მთავარზე, როგორ უნდა გაიზარდოს ჩვენი მსყიდველ უნარიანობა, იმიტომ რომ ამ პროცესშიც მთავრობა მაინც აღწევს იმას, რომ ისრები ბიზნესისკენ გადავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ დასკვნით აღიარა, რომ არც ისეთი ხარბები ყოფილან, როგორც თავად ეგონა. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად, გიორგი ხიშტოვანთან ერთად შევაჯამეთ გადაცემა. მადლობა მას, მადლობა თქვენ რომ გვიყურებთ, შევხვდებით ერთმანეთს უკვე 4 შაბათს დროებით.